მოგესალმებით პალიტრანიუსის და რადიო პალიტრის ეთერშია გადაცემა Lunch Time-ი. დღეს ჩვენი მასპინძელი გახლავთ წიგნის კაფე ბიბლუსი, რომელიც კანდელაკის 7 ნომერში მდებარეობს. ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი კი მომღერალი დათო კენჭიაშვილია, რომელთანაც დარწმუნებული ვარ ძალიან საინტერესო ინტერვიუ გამოგვივა. დათო, მოგესალმებით და დიდი მადლობა პირველ რიგში რომ დაგთანხმდი ამ ინტერვიუზე და ხართ დღეს ჩვენი სტუმარი. დათო, ეს არის გადაცემა, რომელიც ძირითადად ცოტა განსხვავებული კუთხით აცნობს ხოლმე ჩვენს რესპონდენტებს, მაყურებლებს, საუბრობთ მათ განვლილ გზაზე, მათ ცხოვრებაზე, შემოქმედებაზე და ასე შემდეგ. თუმცა როგორც წესი, საუბარს ვიწყებთ ხოლმე ბავშვობით, იმიტომ რომ ეს ყველაზე ლამაზი ეტაპია ხოლმე ძირითადად, ყველაზე udardeli და ესეთი ლაღი მათ ცხოვრებაში. აი თქვენ შემთხვევაში ყველაზე მძაფრი მოგონებები ბავშვობასთან რა გაქვთ და რა გახსენდებათ ხოლმე პირველი, როცა იმ წლებს იხსენებთ? რა თქმა უნდა, მეც ყველა ბავშვი ხსელქი ვიყავი, ვანავარი ვიყავი, მეც ძალიან ბევრ ამის ვაფუჭებდი, როგორც ყველა ბავშვი. თუმცა ალბათ მხოლოდ ერთი მომენტით განსხვავდებოდი იმ ჩვეულებრივ მოთამაშე ბავშვებისაგან, როდესაც ხეზე ვიყავი და ჰამლეთ გონაშვილის მუსიკას ვარცლა ბავშვობიდან. ამიტომ მშობლებისთვის არ იყო ეს უცხო, რადგან ჩემი ოჯახი ზოგადად ხელოვნებაში ძალიან კარგად არის ინტეგრირებული რა. იქიდან გამომდინარე, რომ 24 საათი ხელოვნებას ემსახურებოდა ჩემი ოჯახი. კი, მამაც სამხედრო მყავს. თუმცა ეს ხელოვნება ჩვენი შემადგენელია. ალბათ საგვარეულოდან ასე ვთქვათ მოდის. თუმცა როგორც ასეთი რა სერიოზულ ფაზაში არც ერთ ოჯახის წევრს არ უფიქრია ამ საკითხზე. ამიტომ მე გადავწყვიტე და ჩემთვის ყველაზე ახლოს იყო ეს. ალბათ მე უფრო მძაფრად აღვიქვავდი ბავშვობიდან ამ ვიბრაციებს, ვიდრე ჩემი ოჯახის წევრები. ალბათ და ამ ყველაფერმა გადავწყვეტინა რომ დამდგარიყავი იმ გზაზე, რომელიც მე ყველაზე ძალიან მიყვარს და ჩემი შემადგენელი ნაწილი. ანუ ბავშვობიდან იღებს ეს ყველაფერი სათავეს და მაშინ, როდესაც პატარა იყავით, უკვე აცნობიერებდით, რომ ეს ის გზა იყო, რაც გინდოდათ რომ გაგევლოთ? არა, რა თქმა უნდა, ვერ ვაცნობიერებდი, იმიტომ რომ ჩვენი ქართული სიმღერა და ზოგადად ქართული შემოქმედება ყოველთვის აქტიური იყო ჩვენს ქვეყანაში. ნებისმიერ სუფრაზე, ნებისმიერ ხინზე თუ ჭირზე ყოველთვის იყო ქართული სიმღერა. მეც რა თქმა უნდა ჩემი ოჯახის წევრები დამაყენებდნენ ხოლმე სკამზე, სუფრაზე მომღერებდნენ და ასე სერიოზულად მაინც ვერ აღვიქვამდი, მაგრამ როდესაც დადგა ჩემს ცხოვრებაში ის ეტაპი, რომ მივხვდი რა იყო პირველი ხმა, რა იყო მეორე ხმა, რა იყო მესამე ხმა, ქართული სიმღერა სამხმიანობით არის ცნობილი. კი ბატონო. მას შემდეგ გადავწყვიტე და ამ სივრცეში ვინტეგრირდე ძალიან კარგად, აქტიურად და სრული პასუხისმგებლობით, რადგან მივხვდი რა იყო ქართული სიმღერა, რას მოიცავდა, რამხელა ენერგიის მატარებელი იყო, რამხელა ვიბრაციები ჰქონდა. ამიტომ დავიწყე ასე აქტიურად ამ საკითხის გაშლა და ხვეწა და მოყვანა, ასე ვთქვათ, სისრულეში. და ეს ალბათ ამ ქედან გამომდინარე რომ აღნიშნეთ, რომ ბავშვობიდან თქვა მთელი ოჯახი ხელოვნებაში ესეთი აქტიური იყო, არავის არ გაუკვირდებოდა, ხო, რომ ჩაერთეთ, ესე ვთქვათ, თქვენც ესე აქტიურად თუ იყო მაინც რაღაც? ნუ ალბათ პირველი ვინც იყო დედა იყო ინიციატორი ამის და პირველად მიმეყვანა ანსამბლ მართვეში. სადაც დავიწყე სცენის სივრცის ზუსტი აღქმა. მაშინ ვისწავლე რა იყო მსმენელთან ურთიერთობა. მაშინ მივხვდი როგორი კომუნიკაცია უნდა მქონოდა მსმენელთან და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, მთავარი ინიციატორი მაინც დედა იყო და მამა რა თქმა უნდა. ხო, ამ დროს ალბათ ოჯახის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? ეხლა თქვათ ერთია სურვილი და როდესაც გძნობ რომ არიან გულშემატკივრები, შენი ოჯახის წევრები, მხარდამჭერები, რაღაც კიდევ უფრო მეტი სტიმული ამ დროს, ხო? დიახ, მიუხედავად იმისა, რომ დედასთვის და მამასთვის არ იყო უცხო, რადგან იმათმა ფეხსაცმელების ფაბრიკაში მუშაობდნენ და იქ ჰქონდათ პატარა ანსამბლი და იქ გაიცნეს ერთმანეთი. ამიტომ ძალიან ორგანული იყო მათთვის ეს და ბუნებრივია. პირველი იყო დედის აქტიურობა და რა თქმა უნდა მე აქტიურად მამაც ჩაერთო რა თქმა უნდა. ხო, ძალიან ისეთია, ოჯახის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. და ამან რა თქმა უნდა უდიდესი როლი ითამაშა. კი ბატონო. დათო, თუ ყოფილა თქვენ ცხოვრებაში ესეთი მოვლენა, შეიძლება ერთი
ერთი არ იყო, შეიძლება რამდენიმე იყო, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა თქვენზე, ან სხვანაირად დაგაფიქრათ, შეგცვალათ, რაღაცა გარემოებები შეცვალა, აი გარდამტეხი მოვლენები რამდენად ყოფილა თქვენს ცხოვრებაში? აი გარდამტეხში რა შეიძლება ვიგულისხმოთ? აი რაღაცა ცვლილება შეიძლება კარგისკენ, შეიძლება ცუდისკენ პირიქით, აი რაღაცა ცვლილება თუ მოიტანა რაიმე მოვლენები. რა თქმა უნდა, ყველა ცვლილებას თავისი მოვლენა აქვს. და ალბათ ყოველთვის ნათქვამია, როდესაც რაღაცას იღებ, ღმერთისაგან აუცილებლად რაღაც უნდა გასცე. მე ვფიქრობ ძალიან ბევრი ეტაპი იყო ჩემს ცხოვრებაში, ბევრი გაავიარე, ეტაპი იყო ისიც, რომ იყო დიდი ალბათობა იმისა, რომ ხელოვნებაში ცხოვრებას და არსებობას ჩამოვცილებულიყავ დედის გარდაცვალების გამო. თუმცა მხოლოდ ეს არ იყო ერთ-ერთი გარდამტეხი. და აი ამ დროს სად იპოვეთ ის ძალა, რაც ისევ გაგაგრძელებინებდათ ამ გზას? მხოლოდ ჩემი ოჯახის წევრებისგან და ჩემი ახლო ადამიანებისგან, მეგობრებისგან, რომლებიც 24 საათი გულშემატკივრობენ და ყველა ჩემს ბედნიერებასა თუ ასე ვთქვათ უბედურებას განიცდიან გულწრფელად. არიან ასეთი ადამიანები და ზუსტად აი ამ ადამიანების დახმარებით დაუბრუნდით ის სცენაზე. და სხვათა შორის ჩემი რამოდენიმე კოლეგაც, რომელსაც არ უნდოდა რომ სცენიდან წავსულიყო. ბევრ კოლეგას ეს ალბათ მაგრამ ჩემს კოლეგებს რამოდენიმე ადამიანს ძალიან გაუხარდა ჩემი სცენის დაბრუნება და თქვენი გადაცემის საშუალებით მინდა მათ ყველას მადლიერება გამოვხატო. ისე ესეთ რთულ დროს ვინც არის გვერდში, ალბათ ყოველთვის განსაკუთრებულად გახსოვს, ხო? და არასდროს არ გავიწყდება, იმიტომ რომ ხინში უფრო ბევრი ადამიანი არის ხოლმე ჩვენს გვერდით. და ამით რაღაცა გამოცდა არის ერთგვარი ალბათ ადამიანების, ხო? კი, უდიდესი გამოცდა, თუმცა მხოლოდ ამაშიც ვერ გამოცდით ადამიანს. კი, რა თქმა უნდა. ხო არსებობს გარკვეული მიზეზები იმის გამო, რის გამო შეიძლებოდა შენი სიხარულის ან ტკივილის დროს იქ არ ყოფილიყო. ამის დაშვებაც შეიძლება არის ამის ალბათობა. მაგრამ მაინც დაუბრუნდი ჩემი ძალის ხმერითაც, რა თქმა უნდა და როდესაც ჩამოვყალიბდი იმაზე, რომ ვალის ანუ დედას ეს ნამდვილად არ მოეწონებოდა, იმიტომ რომ მან იმდენი იწვალა თავის დროზე და იმდენი გააკეთა, საქორწინო ბეჭედიც მოიხსნა, გააკეთა და დაგვაყენა სცენაზე მეს და თათიაზე. ამიტომ ამას ვერ დაუშვებდი. ამას ვერ დაუშვებდი ნამდვილად. ხო ამის შეიძლება ალბათ ამის დაშვება რომ მე საერთოდ სხვა სივრცეში გადასულიყავი, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ. ალბათ თქვენც ვერ იგრძნობდით თავს სხვა სივრცეში კომფორტულად, იმდენად ორგანულია ის, რასაც ახლა აკეთებთ, ხო? როდესაც აკეთებ იმას, რაც შენ არ მოგწონს და ამას იზოლებით აკეთებ, ეს ძალიან რთულია და მე იმ ყველა ადამიანს უთან აგრძნობ თუ ასე ცხოვრობს და ასე არ არსებობს დღეს. მაგრამ მადლობა მეგობრებს, მადლობა ჩემს ქვეყანას, მადლობა ღმერთს და ყველა იმ ადამიანს მართლა ვინც გულთან ახლოს მიიტანა. ეს ყველაფერი ჩემი და აი ამათი მეშვეობით დავბრუნდი ისევ აქტიურად და ალბათ გონია რომ თავს გავხედავ. კი, ნამდვილად. ორი კოლაბორაციებით. და სწორედ დედას ეძღვნება ხოლმე ძირითადად თქვენი შემოქმედება და ის კონცერტი, რომელსაც ატარებთ ყოველწლიურად ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ხო? ესაც ძალიან სიმბოლურია. თუმცა ყოველთვის დედას არ ეძღვნება, რა თქმა უნდა, არის ისეთი კონცერტი და არის ისეთი მსმენელი, სადაც ხო, სხვა ფორმატია საჭირო, კი, რა თქმა უნდა, და სხვა კოლაბორაციები, რა თქმა უნდა, ჩემი შემოქმედება არ შემოიფარგლება მხოლოდ ქართული სიმღერით, მაგრამ თავარი და ფუძე მაინც კიდევ ქართული სიმღერა და ქართული შემოქმედება, იმიტომ რომ ჩემთვის ეს არის თავარი. რა თქმა უნდა, მაქვს კოლაბორაციები ყოველთვის და იმ დროს საერთოდ სხვადასხვა ვარ, რაოდენობით პარადოქსულიც არ უნდა იყოს, კი, ნამდვილად, მაგრამ სიმბოლურად ყოველთვის ვატარებ ასე დაემთხვა 7 რიცხვისთვის ვატარებ ხოლმე, იმიტომ რომ 7 რიცხვში მე ვარ დაბადებული და რაღაც სიმბოლურად ვამთხვა ხოლმე დედის დღეს და ამით გამოვხატავ მადლიერებას
ჩემი დედის და არა მარტო ჩემი დედის მიმართ, რა თქმა უნდა. თუ რა თქმა უნდა ეს ის დღეა, რომელიც ჩემს დედიკოს და ყველა დედიკოს ეწმება, რა თქმა უნდა. დათო, როგორ ფიქრობთ თქვენს კარიერაში და შემოქმედებაში, რა იყო აი ეს გარდამტეხი, რამაც ხალხის ასეთი სიყვარული მოიტანა? ან როდის იყო ეს მომენტი, როდესაც განსაკუთრებულად შეუყვარდით მსმენელს თუ იგრძენით? რა თქმა უნდა, ვიგრძენი. ეს იყო პირველი 2008 წელს. მე მგონი ადრეც მაქვს რამდენიმე ინტერვიუში ნათქვამი, 2008 წელს იყო ქალბატონ ლელა თათარაიძის სიმღერით. შემოსულმა დამლია შევასრულე. და მას შემდეგ ჩემო ქვეყანამ შემოყარა, მაგრამ იმ ეტაპის შემდეგ იყო თეონა კუნძიაშვილის რამდენი მალოდინი, რომელმაც სრულიად საქართველო, სრულიად კავკასია, ევროპა და ძალიან ბევრი ქვეყანა გააერთიანა ამ მუსიკის ქვეშ. ძალიან საინტერესო რამ მოხდა. მეც არ ველოდებოდი სიმართლე გითხრათ. ესეც ჩემთვის მოულოდნელობის შეგრძნება იყო და სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან შემეშინდა კიდეც. შემეშინდა ამ ხელა ყურადღების. არ ელოდით თუ რატო? ანუ არ რა თქმა უნდა და როდესაც ადამიანი არ არის მიჩვეული ამ ხელა ყურადღებას, ეს მისთვის ძალიან რთულია. გამოუცდელი მუსიკოსისთვის ძალიან რთულია. ამიტომ ბევრი შეცდომაც დაუშვი. ცოტა ამპარტავანიც ვიყავი. ყველაფერმა გადაიერა ჩემს თავზე. თუმცა როდესაც დავენარცხე მიწაზე, ვისწავლე რა არის სწორი და რა არის არასწორი. ძალიან კარგად გამომადგა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ვფიქრობ არა მარტო ჩემ შემთხვევაში, არამედ ყველას შემთხვევაში, რომ თუ გინდა მიაღწიო წარმატებას, აუცილებლად უნდა დაუშვა შეცდომა. თუ გინდა პიროვნულად განვითარდე, აუცილებლად უნდა დაუშვა შეცდომა. სხვა შემთხვევაში ეს ძალიან რთულია და ვერ დავიჯერებ იმას, რომ არ არსებობს ადამიანი ისეთი, ვინც არ ცდება და ყველაფერი კარგად აქვს და ყველაფერს კარგად აკეთებს. ასევე არის ხელოვნებაშიც, რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი რამ გამიკეთებია, ძალიან ბევრი კოლაბორაცია გამიკეთებია, ძალიან ბევრი ნამუშევარი არ გამომსვლია კარგი და ბევრი პროექტი ჩაფლავდა, ასე ვთქვათ. მაგრამ აი ამ ყველაფერზე ვისწავლე ვიბრაციული ცვლა, ჰარმონიული ცვლა, ტონალობები, ჰარმონიული დრამატურგია და ასე შემდეგ. დღეს ვერ ვიტყვი რომ ყველაფერი ვიცი, ვერ ვიტყვი რომ ყველა ჟანრის მუსიკას ვეუფლები ან რაიმე მსგავსი, თუმცა მე ვიცი როგორ დავაკავშირო ერთმანეთთან ის გენიალური მუსიკები და ვიცი როგორ გავაკეთო ამისაგან ძალიან შთამბეჭდავი კოლაბორაცია. ანუ აი ეს რაღაცა ერთგვარი ექსპერიმენტები დავარქვათ, მოდით, გიყვართ, აი თუნდაც გარისკვა შემოქმედების თვალსაზრისით, რაც ძალიან მიყვარს და იმიტომ მიყვარს, რომ მე უსმენ ძალიან ბევრი ჟანრის მუსიკას. უსმენ ძალიან ცუდ მუსიკას. ხო? კი. და ძალიან კარგ მუსიკას. ვერ ვიტყვი რომ მელომანი ვარ და ძალიან ბევრს უსმენ, თუმცა ჩემი ცხოვრების ძალიან დიდ დროს ვატარებ მუსიკასთან. გაღვიძების დროს, ძილის წინ, მიყვარს ძალიან ბევრი და ცნობილი ადამიანების ნამუშევარი, როგორიც არის მაილს დევისი, როგორიც არის ელა ფიჯერალდი, ეტა ჯეიმსი, κουინსი ჯონსი, ჰერბი ჰენკოკი, შიკორია. ძალიან ბევრი ესე რომ ჩამოვთვალო, გამიჭირდება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი იყო. როდესაც ამ ასეთი ადამიანების მუსიკას უსმენ, შესწავლობ ძალიან ბევრ რამეს. როდესაც გოგი ცაბაძეს უსმენ, შენ ხვდები როგორი უნდა იყოს ქართული მუსიკა. როდესაც ლელა თათარაიძეს უსმენ, შენ ხვდები როგორია შენი წინაპარი, როგორი იყო შენი წინაპარი, ასე ვთქვა. შენი ყოფა-ცხოვრება როგორი იყო, როგორი იყო შენი ხინი, როგორი იყო შენი ტკივილი. და როდესაც უსმენ აი ამ ჟანრის მუსიკებს, ჩემს თვალწინ იხატება მათი ყოფა-ცხოვრება და მათი ცხოვრების დრამატურგია. და რატომაც არა, გადავწყვიტე სოფლიო მუსიკისაგან მივიღო რაღაც გარკვეული მაგალითები და ჩემ ქვეყნის ფოლკლორზე, რომელიც მთავარი ღერძია ჩემი ქვეყნისათვის და ჩემი ხელოვნებისთვისაც, რა თქმა უნდა, გამოვიყენო მთავარ იარაღად, რომელსაც ექნება ამბიცია თავის
სოფლიო მუსიკა კონდეს, ანუ საქართველოს კონდეს იმის ამბიცია, რომ კონდეს თავის სოფლიო მუსიკა. და არა მარტო ერთ ჟანრში. და ამართლებს ხოლმე ეს ექსპერიმენტები? თუ ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება ჩემი მხრიდან, ვამბობ რომ კი. ამართლებს და რადგან ამართლებს, მე ამაზე უფრო აქტიურად მუშაობ. არის დღევანდელი თაობა, რომელიც უსმენს რა თქმა უნდა სხვადასხვა ჟანრს, ხო? ეს ცნობილია. კი ბატონო. ზოგი უსმენს კლუბურ მუსიკას, ზოგი უსმენს ჯაზს, ზოგი უსმენს როკს და ასე შემდეგ სხვადასხვა მიმდინარეობას. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ? როგორ მიიღებს ის წყალებში თქვა ასე თქვა კლაბერი, გოგონა ქართულ სიმღერას, ძიმე ფოლკლორს? ხო, აი არ ვიცი. ძალიან რთულია, ხო? დავეთანხმებით. თითქმის შეუძლებელია. შეიძლება იყოს ერთეულები, რომლებიც დადიან კლუბში და თან ფოლკლორს უსმენ. მაგრამ ეს არის მასიური, ხო? მასიური სახე ამას არ აქვს. ამიტომ კეთილი განზრახვით მე მაქვს გასაღები, რომ ჩემი ფოლკლორის სახით შემოვერთო ყველა მუსიკას და იმ ადამიანების ენაზეც გავხადოთ ეს მუსიკა და მისაღები იმ ადამიანისთვის. ანუ ისევ და ისევ ფოლკლორის პოპულარიზაციას ახდენთ ამით რეივერები. ხო? კი. რეივერები როგულაობენ დიახ. ელექტრონულ მუსიკაზე, მაგრამ აი ამ ელექტრონულ მუსიკაში რო ისმის გაფრინდი შაო მერცხალო როგორ წარმოგიდგენთ? ძალიან საინტერესო. კი, ჩვენ ეს ტრეკი უკვე გვაქვს და ამას დავარქვით პორტალი. მართლა? კი. და ეს ერთ-ერთი მუსიკა ამ ტრეკებიდან რომელიც დაიკრა ხიძზე. პირველად არიან მავკა, გოგონა და მირიანი ელექტრონულ მუსიკაზე და ჩვენ დავიწყეთ კოლაბორაციების კეთება. ძალიან საინტერესოა მართლა. იმდენად საინტერესო გახდა, რომ ძალიან აქტიურად დავიწყეთ სტუდიაში ამაზე მუშაობა. თვითონ მუშაობის პროცესიც ალბათ როგორი რა თქმა უნდა, საინტერესო, იმიტომ რომ სულ ახალი რაღაც ხდება. მუსიკა ხო ზოგადად ამოუწყდება თავის რესურსებით და ძალიან სასწაული რა თქმა უნდა გესმის, მაგრამ არ ჩანს. კი. ამიტომ აი ეს მუსიკა ერთად რომ შეიკრებს თავს, ჩვენი ქართველი რეივერი შეიყვარებს ფოლკლორს. იგულავებს. კი ბატონო. და თან ფოლკლორს. ამ მუსიკაზე და თან მოისმენს ფოლკლორი. ეს ერთ-ერთი კეთილი ხრიკია ჩვენი ქვეყნის უდიდესი განძის გადასარჩენად. ნამდვილად. ანუ მე ერთ-ერთი ჯარისკაცი ვარ ამის. ერთ-ერთი მე ვერ ვიტყვი რომ ყოველთვის ამისკენ ვეყავ მოტივებ. ჩემი ფუძე და ფოლკლორი დაიწყო მართლიდან და ქართული სიმღერა ჰამლეტიდან დაიწყო. ლათათარაიძიდან დაიწყო, ცაბაძიდან დაიწყო, ლაღიძედან დაიწყო. ეს ჩემი პირველი ინსპირაცია იყო. და შემდეგ იყო ის ყველაფერი დანარჩენები, ის ჩამოთვალე ცნობილი მოღვაწეები თუ მუსიკოსები. ამიტომ ამ შემთხვევაში არ მაქვს უფლება დავჩერდე. რა თქმა უნდა. ერთ შემთხვევაში, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ქვეყანას ჭირდება განკვეთილად დახმარება და უფრო მეტი პოპულარიზაცია ჩემი ქვეყნის ფოლკლორის. იმიტომ რომ მე დავიბადე ამაზე, მე მივიღე ეს ფასეულობები, ერთ-ერთი ადამიანი ვარ, ვინც მიიღო და მინდა რომ თელმა ქვეყანას იამაყოს, თუნდაც ამ პარტაუნულად იამაყოს. ვიცით რა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ელექტრონული მუსიკა. მე რა რო ბერქაიმზე რაღაცეები უკრავს ისეთი, რომ მე აქვს ყველაფერი, ხო? მან არა პრობლემა, მაგრამ რა კარგია, როცა ჩვენ ქვეყანას ვიცით, რას გეტყვით? ჩვენ გვაქვს ჩვენი ელექტრონული მუსიკა და შეგიძლიათ იგულავთ. ნამდვილად ძალიან საინტერესოა. სიამოვნებით მოვისმენ და გავეცნობი ამ კოლაბორაციებს და როგორც ვიცი, ემზადებით რეგიონებში კონცერტებისთვისაც, ხო? აი გითხარით ამის შესახებ, სად არის დაგეგმილი? მთავარი ასე თქვა, მიზეზი იყო 7 მარტს, როდესაც გაიმართა ჩემი დედიკოს საპატივცემულოდ მეწყვილე კონცერტი და არა მარტო ჩემი დედიკოს, მაგრამ ასე ეგოისტი ვერ ვქნები. თითქმის ყველა დედიკოს, ვინც იქ მოვიდა და ვისაც ჩემი შემოქმედება უყვარს. ძალიან თბილი საღამო გამოვიდა. ალბათ ლალი იყო იქ ჩემ გულში, ალბათ შინაგანად ვიცოდი რომ მე ამას ლალისათვის ვაკეთებდი. და ძალიან ემოციური გამოვიდა. ეს ბიჭების მუსიკოსებიც ვინც იყვნენ, იცოდნენ რატოც იყო ეს კონცერტი და ალბათ ძალიან გულით მოინდომეს და ძალიან გულით დამიდგნენ გვერდში. ისთვისაც ყველა ბიჭს, ყველა ჩემ მეგობარს მუსიკოს მინდა იქ ოფსკმა უდიდესი მადლობა გადაუხადო. და ყველა ასე მონდომებით ძალიან ბევრი ცრემლი იყო მუსიკის მსვლელობის დროს, ძალიან ბევრი ემოცია, ძალიან ბევრი სიხარული და ეს ორი ემოცია ერთმანეთში შეერია, მეც რაღაცნაირად სენტიმენტალური დავხატე. თუმცა როდესაც სცენაზე ხარ,
უკვე აღარ ხდება, ან დედა რა თქმა უნდა თავი ინსპირაცია და ის ღერძი რატომაც მოხდა ეს ყველაფერი, მაგრამ იქ უკვე სხვა ვიბრაციული ცვლილებებია და ეს ვიბრაციული ცვლილებები შენ თუ შენაგანად არ გაქვს. რა მიზეზიც არ უნდა იყოს, ამას ვერ გააკეთე. ამიტომ ალბათ ყველამ რომ მოინდომა, ყველამ რომ თავი გადადო, ძალიან თბილი საღამო გამოვიდა და უდიდესი გამოხმაურება მოყვა ჩემს ქვეყანაში, რასაც არ ველოდებოდი. მართლა გითხრათ, მართლა არ ველოდებოდი, იმიტომ რომ ძალიან დიდი პაუზა მქონდა. ძალიან დიდი პაუზა. ჩემ და გასაკვირად, ასე თქვა, თუ სწორად ვამბობ ამას, ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა ჩემი ქვეყნიდან, ჩემი საქართველოდან, ყველა კუთხიდან, ვისაც ჰქონდა ამის შესაძლებლობა, საშუალება, ყველა კუთხიდან ჩამოვიდნენ. აზერბაიჯანელები ჩამოვიდნენ. 5 საათი გზაში ვიარეთო და აქ რო არ მოხვედრილიყავი, არ შეიძლებოდა და ცოტა გაოგნებული ვიყავი. თურქეთიდან იყვნენ ჩამოსულები, კავკასიიდან იყვნენ ჩამოსულები. ემიგრანტები იყვნენ ჩამოსულები, ესე არ მახსენდება ყველას. ემიგრანტები რა იცი რა, ჩვენ ცოტა ხნით ჩამოვედით, შემდეგ ისევ ბრუნდებით იქ, სადაც ვიყავით აქამდე და ჩემთვის ეს მართლა მოულოდნელი იყო. მოულოდნელი იყო და უდიდესი ბედნიერება იყო როგორც ხელოვანი, იმიტომ რომ ამით შენი მსმენელის სიყვარულს იღებ და გულწრფელობას, ხო, როდესაც ადამიანი შენთან მოდის, შენს მოსასმენად და ყველაზე მთავარი რა არის? ყველაზე ძვირფასი დრო. ის ადამიანი შენთვის დროს რო თმობს, ყველაზე ძვირფასი. წარმოვიდგინეთ თქვენ როგორი დასაფასებელია. კი, და კიდევ უფრო მეტი სტიმული თქვენთვის. უდიდესი სტიმული და უდიდესი პასუხისმგებლობა და აი ამ პასუხისმგებლობამ გადამაწყვეტინა, რომ ვისაც არ ქონდა იმის საშუალება, რომ ჩამოსულიყო თბილისში და დასწრებებო ამ კონცერტს, მე ჩავდივარ იქ მათთან, დიდ რეგიონებში და უნდა მოუწყო ის დაუვიწყარი და ის ლამაზი საღამო, რაც გავაკეთე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში 7 მარტს. ეს ტურნე იწყება, ჩემი აზრით, ამხელა პაუზის შემდეგ ადამიანისთვის ძალიან მძიმე იქნება ეს დიდი ტურნე და მე ამას არ უარყოფ როგორც ენერგიულად, ისე ფიზიკურად და უდიდეს პასუხისმგებლობასა და ძალას მოითხოვს. თუმცა ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. ანუ ეს უკვე დაგეგმილია და იწყება ტურნე რეგიონებში. 7 მაისს იწყება ბათუმში. შვენიერია. საზაფხულო თეატრში. დიდი პასუხისმგებლობით ვემზადები აი ამ კონცერტისთვის. შემდეგ იქნება ქუთაისში. თუ არ ვწდები და თუ სწორად მახსოვს 23 მისია. ამის შემდეგ მინდა მივყვე თანმიმდევრულად დიდ რაიონებში და მინდა ის სიყვარული, რაც იმ ადამიანებმა ჩემს მიმართ გამოხატეს, აი თუნდაც ნახეთ გამოწერა YouTube არხის, ხო, ეს წითელი ღილაკი ხო აქვს, რო გამოგიწერს, ის რო დაჯდება და მაგალითად შენი სიმღერა არის 3 წუთი და 22 წამიანი და აი ეს 3 წუთს და 22 წამს რო გითმობს შენ, არ ვიცი, ალბათ თქვენ თვითონაც მიხვდებით, რამხელა პასუხისმგებლობა, რამხელა ბედნიერება, უფლის საჩუქარი რამხელაა ზოგადად. ანუ ძალიან ისეთი აქტიური ზაფხული ვარ, ბედნიერი ადამიანი ვარ და მე ხარია გულწრფელად მიხარია და ამას ვერ დავმალა. როგორც ხელოვანი, ჩემთვის სასიხარულო. ძალიან დიდი მადლობა დათო, წარმატებებს გისურვებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ტურნე რეგიონებში ასევე ანშლაგით და ძალიან წარმატებით ჩაივლის და სიამოვნებით გავაშუქებთ ყოველთვის თქვენს სიახლეებს. მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. მადლობა ჩვენს მაყურებელს, ვინც დაგვითმოდრო. დათო კენჭიაშვილი გახდათ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი. შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში.